განვლილი 2024 წელი გლობალური საფონდო ბირჟებისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, რაც ძირითადი ინდექსების რეკორდული ზრდით და ტექნოლოგიური სექტორის ფენომენალური შედეგებით იყო განპირობებული. კომპანიების საბაზრო შეფასების მკვეთრი ზრდის ფონზე ბუნებრივია წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი დამფუძნებლების და აქციონერების რაოდენობა. რეიტინგის სათავეში პლანეტის ისტორიაში ყველაზე მდიდარი მეწარმე ილონ მასკია, რომლის ქონების შეფასება ერთ წელიწადში 223 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ის ამჟამად 452 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2024 წელს ილონ მასკმა არაერთი რეკორდი დაამყარა, მათ შორის ქონების მოცულობის ზრდის ტემპთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებასთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, მასკი ამერიკის ახალი პრეზიდენტის მარჯვენა ხელი და მთავარი დონორია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში სავარაუდოდ მისი კომპანიების სასათბურე პირობებში იქნებიან, ეს კი ინვესტორების განწყობაზე პოზიტიურად დაისახება. წლის განმავლობაში ტესლას საბაზრო შეფასება 75%-ით გაიზარდა და მან რეკორდულ 1 ტრილიონ 420 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია. ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის გარდა, ილონ მასკი კიდევ ერთ ტექნოლოგიურ კომპანიას, SpaceX ფლობს, რომლის შეფასებამ წელს რეკორდულ 350 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მას პლანეტის უმსხვილეს სტარტაპად აქცევს. 2024 წელი განსაკუთრებით სარგებლიანი იყო მეტას დამფუძნებლისთვის, რომლის ქონების შეფასება 84 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ის ამჟამად 212 მილიარდ დოლარს შეადგენს. Facebook-ის, Instagram-ის, WhatsApp-ისა და Oculus-ის მშობელი კომპანიისთვის 2024 წელს ბევრი რამ შეიცვალა, მთავარი კი ხელოვნური ინტელექტია, რომელმაც მეტას შესაძლებლობების გაზრდის საშუალება მისცა და ტექნოლოგიური გიგანტი განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა. გარდა ამისა, წელს ამერიკის მთავრობამ ჩინური TikTok-ის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც თუ ძალაში შევიდა ცუკერბერგის კომპანიას სოციალური ქსელების ბაზარზე დარჩენილ ერთადერთ მონოპოლად აქცევს, რასაც მეტას ინვესტორები სიხარულით შეხვდებიან. აღნიშნულ სიახლეებთან ერთად ცუკერბერგმა წელს საზოგადოებას ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური პროდუქტი, ახალი არ-სათვალე ორიონი წარუდგინა, რომელიც ჭეშმარიტად რევოლუციური ინოვაცია. საერთო ჯამში წელს მეტამ 73%-იანი აღმასვლა დააფიქსირა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1.5 ტრილიონ დოლარიან ნიშნულამდე გაიზარდა. 2024 წელი კრიპტოინდუსტრიისთვის განსაკუთრებით საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა. მსოფლიოს მასშტაბით მომხდარი მოვლენების ფონზე ბიტკოინის ფასი რეკორდულ 108,000 დოლარამდე გაიზარდა. ინდუსტრიის საერთო შეფასებამ კი 4 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმი იყო. კრიპტობირჟის აღმასვლის ფონზე ყოველდღიურად იზრდება ბიტკოინთა და სხვა აქტივებით გამდიდრებული ინვესტორების რაოდენობა. გასულ წელს ბიტკოინით გამდიდრებული მილიონერების რაოდენობამ 17,000 გადააჭარბა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. საერთო ჯამში ბიტკოინზე უკეთესი შედეგი ისტორიულად არც ერთ სხვა საინვესტიციო აქტივს არ აქვს, რადგან ბაზარზე გამოჩენიდან დღემდე ბიტკოინი 160 მილიონი პროცენტით არის გაძვირებული, რაც გლობალური რეკორდია. ჩინეთი ქვეყნის დასავლეთ რეგიონის გაძლიერების და განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. კერძოდ იგეგმება ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა, როგორიცაა პორტები და საავიაციო ჰაბები. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. ჩინეთის დასავლეთი რეგიონები ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 2/3-ს შეადგენს და აერთიანებს შემდეგ რეგიონებს: სიჩუანი, ჩონკინგი, იუანი, სინძიანი და ტიბეტი. ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა საერთაშორისო საავიაციო ჰაბების განვითარება ქალაქებში, ასევე თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნა და მათი ინტეგრაცია პორტებთან და სხვა სატრანსპორტო ლოგისტიკურ ცენტრებთან. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, საბაჟო გენერალურმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ზომების მიღება ხელს შეუწყობს სარკინიგზო, საჰაერო, სამდინარო და საზღვაო ტრანსპორტის ინტეგრირებას დასავლეთ ჩინეთთან. ასევე აშენდება და გაფართოვდება რამდენიმე პორტი. აღსანიშნია, რომ ჩინეთი დასავლეთის რეგიონების ეკონომიკური ზონის ზრდას დიდი ხანია ცდილობს, ვინაიდან ქვეყნის დასავლეთი მხარე შესამჩნევად ჩამორჩება სანაპირო პროვინციებს. ჩინეთის უძრავი ქონების კრიზისი კვლავ გრძელდება, რადგან უმსხვილესი დეველოპერები მზარდი ფინანსური წნეხის ქვეშ არიან. როგორც TBC კაპიტალის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში წერია, ვეინკი ქვეყნის მეოთხე უდიდესი მშენებელი კომპანია ყურადღების ცენტრში მოექცა პოტენციური დეფოლტის რისკების გამო, რადგან რეგულატორებმა დამზღვეებს მისი ობლიგაციების მიმართ რისკების შეფასებას სთხოვეს. ამასთან, ჰონგ-კონგში დაფუძნებული New World Development-ი ცდილობს ესხების გადახდის ვადის გადავადებას მძიმე ვალების ფონზე, ხოლო პარკვივ გრუპის შეერთებული
პეკინის კომერციულ კომპლექს ყიდის ხარჯების შემცირების მიზნით. მიუხედავად მთავრობის მცდელობისა და ასტაბილუროს სექტორი, რაც მოიცავს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და სახელმწიფო გარანტიებს, უძრავი ქონების ბაზარი კვლავ დაღმავლობის პროცესშია, ხოლო დეველოპერების ობლიგაციები პრობლემების წინაშეა, განმარტავენ TBC კაპიტალში. გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი 73.96 მიასედი დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 1.13%-იან ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება ბრენტის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში ზრდამ 0.76 მიასედი პროცენტი შეადგინა და ბარელზე 76.51 მიასედ დოლარს გაუტოლდა. 2025 წელი გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი ზრდით დაიწყო, რაც როგორც Wall Street Journal-ი წერს, დაკავშირებულია ინვესტორების პოზიტიურ მოლოდინებთან. კერძოდ, მსოფლიო ბაზრებზე არსებობს მოლოდინები, რომ ჩინეთის ბაზარზე ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება. ეს მოლოდინები დაკავშირებულია ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის განცხადებასთან, რომ ქვეყნის ეკონომიკა აღმავალ ტრაექტორიაზეა. ოფიციალური წარმოების შესყიდვების მენეჯერების ინდექსი კვირის დასაწყისში აჩვენებდა, რომ ჩინეთში ქარხნების აქტივობა ზედიზედ 3 თვის ზრდის შემდეგ მაინც დაბალ ნიშნულზე რჩება. სამთვიანი ზრდის ტენდენციის ფონზე გლობალურ ბაზარზე არსებობს მოლოდინები, რომ ჩინეთის მხრიდან მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მას მსოფლიოში ამერიკის შემდეგ მეორე უმსხვილეს ნავთობის მომხმარებლად აქცევს.